შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. დაირა და ჩარი რამა. მე-6, ნაწილი მეორე. ქინძძმარში ჩაწყობილი კალმახი მოიტანეს. ვახუშტის მიერ თავის გეოგრაფიაში მოხსენიებული მდინარის სახელგანთქმული კალმახი. პლატონმა კალმახი შეაქო, ოტიას თვალები გაუბრწყინდა. პატარა თევზი შეარჩია, ხელი წაავლო ბოლოში და თავით ხახაში გადაუძახა. ახლა პლატონმა დამსჯელი რაზმის უფროსის ბაბოს ძმის დათაყიფიანი სადღეგრძელო წამოიწყო. ესტატე მაყაშვილმა თქვა: გისურვებთ გამარჯვებას საქართველოს დამოუკიდებლობის მტრებთან ბრძოლაში. მტრებთან, რომელნიც აჯანყებენ გლეხობის ჩამორჩენილ და შეუგნებელ ნაწილს თავადაზნაურთა, წარჩინებულთა, ინტელიგენციის, ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო წამყვანი ძალების წინააღმდეგ. იონამ შენიშნა: ფეოდალები, მემამულეები, თავადაზნაურობა და მათი წრიდან გამოსული ინტელიგენტები ვერ ამოსწურავენ ქართველი ხალხის ცნებას. მშრომელი ხალხი, მუშები და გლეხები საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შეადგენენ. ყური ვუგდოთ მათაც, რა სურთ მათ და რა აწუხებთ? მოურავი ბეგლარ სანიკიძე და ტერეზას მოჯამაგირე დომენტი ხვედელიძე სმენად იქცნენ. დომენტის მოეწონა იონას ნათქვამი: კინაღამ არ დაიძახა, მართალიაო. იონას სიტყვებმა სუფრა აშალა. ოტიამ თვრალი იყო და ცხარობდა: რა სურს გლეხებს შეჩერჩეტო? ამდეხანს ვერ შეიტყე? რა სურს და ჩვენი სიკვდილი, სახლკარის დაქცევა, ადგილ მამულის წართმევა? მიდი და უგდე ყური, მიდი და მიეხმარე მათ. შენ ჩემო ძმაო, შენი სისულელით მამა პაპისეულ ადგილ მამულზე უარი განაცხადე. არაფერი არ მოგეძევება და ჩვენ რას დაგვეძებ? რა სილანძღები, ოტია? უყვირა იონამ. ჩერჩეტიც ახარ და კიდევ მეტიც. გაიგე რომ გლეხებს თქვენი მემამულეების ზედმეტი მიწები უნდათ მხოლოდ და ადამიანური ცხოვრება. სად მაქვს მე შეუცხვირპირო ზედმეტი მიწები? იწყინა ოტიამ. მიწა და მამული შენ ხომ არ მოგიცია ჩემთვის რომ მართმევ? მიწა მამა ჩემმა შრომითა და ჯაფით შეიძინა. მერე მე მივუმატე და მივუმატე. სხვა ასე თქვენსავით რომ ქეიფობდა და ადგილ მამულს ყიდდა. მე მაშინ მიწაში ოფს ვაქცევდი, ჯახირობდი, ფულს ვაგროვებდი და ადგილ მამულს ყიდულობდი. თავს ნუ იკატუნებ, ოტია. ასეთ აშკარა სიცრუეს შენ ვინ დაგიჯერებს? შენი შრომა და ჯაფა კაცს არ უნახავს. სახალისო თუ გასხლავდი და შეყელავდი ხანდახან ვას. შენიშნა იონამ. შეზარხოშებულმა გლეხმა დომენტი ხვედელიძემ ახლა ვეღარ მოითმინა და წამოიძახა. მართალია, შენი შრომა და ჯაფა რასახსენებელია, ოტია. შეკაცო, უყვირა ბაბო მოტიას.
კამათისთვის და ჩხუბისათვის კი არ მოსულა კარის მერეთიდან ზედაზენში ეს დიდებული საზოგადოება. ბაბოს მხარი დაუჭირეს მისმა ძმამ დათამ და კოწია ჩხეიძემ. თამადამ კოწიას სანდროსი და კორნელი სადღეგრძელო შესვა. რჩებოდა მხოლოდ ბეგლარის, დომენტის და კიდევ რამდენიმე კაცის სადღეგრძელო. ამ დროს ისევ მოიტანეს გახურებული დაირა. ბაბომ ხელთა იღო, ჰაერში შეატრიალა და შეაჟღარულა იგი. ჯერ მაგრად შემოჰკრა, დააგრიალა. მერმე სახეზე აიფარა და წკიპურტის ცემით დოლივით ჩაარაკრაკა, შეანელა. უჩუმრად დაიწყო დაირას ხანგრძლივ და დაჟინებით წკიპურტის ცემა. თითქო ცაცხვის ფოთლებსა და ტოტებზე წვიმის დიდრონი წვეთების ცვივაო. უფრო და უფრო ამძლავრა წკიპურტი ბაბომ და ბოლოს ისე დააგუგუნა, თითქოს ცაცხს, კაკალს, მუხას, აჯამეთის ტყეს, თასა და ოტიას სახლის რკინით გადაჭედილ სახურავს ხოშკაკალამ გადაუარაო. ოდნავი მიყუჩების მერმე ხმა კვლავ მომძლავრდა, აქ არიშხლდა. დაირა ისევ მაღლა აილეცა ჰაერში, თითქო მისი ხმებით მინდორველი, თა და ბარი, მთელი ქვეყანა ცათამდე აღივსო. გეგონებოდათ გახურებული დაირის გრიალი ცის გუმბაც ჩამოანგრევსო. მერმე დაირის ხმა ციდან დაეშვა, მინელდა, მიწას განერთხო, სადღაც შორს ხევხუში ჩაწვა და იქ მიიძინა. ეს მთელი სიმფონია იყო. სტუმრები გაოცებული დარჩნენ. ვერ წარმომედგინა დაირას თუ ასეთი ხმების გამოცემა შეეძლო. დაირაზე თუ ასეთი ვირტუოზული დაკვრა შეიძლებოდა. შესანიშნავი იყო, უთხრა აღტაცებით ნინომ. მოგეწონა გენაცვალე, დაირა რა არის ჩემო ნინო? აი კარის მერეთში ჩამოვალ და შენ დაკვრას მოვისმენ როიალზე, უპასუხა ბაბომ. პლატონი წამოხტა, ბაბოს ხელები დაუკოცნა და ექსპრომტით მიმართა. დამისხით ისევ ოტიას ღვინო და გაახურეთ. ბაბო დაირა დღეს ზედაზენში სურს მოვილხინო, ძველი ქართველი კაცისნაირად. ექსპრომტი ტაშით დააჯილდოეს. ბაბო ნეტარებისაგან კისკისებდა, განსაკუთრებით დათაყიფიანს მოეწონა ექსპრომტი, მოეწონა თვით პლატონიც. თამადამ განმეორებით დალია ბაბოს სადღეგრძელო. სკამი ახლოს მიწია ბაბოსკენ, ქათინაურებს ჩასჩურჩულებდა. ბეგლარი აიმზირა, ხოლო ოტია გახალისდა. გვერდზე კოწია ჩხეიძე მოისვა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. კოწიამ გაიღიმა და ტუჩები მელიასებრ აცმაცუნა. ხარაბუზას მსგავსი გრძელი ულვაშები გაისწორა. მარღი თვალები სისხლივით გასწითლებოდა. ოტიამ აბრეშუმივით ნაზი, ჭაღარა წვერი ხელში დაიკავა. კოწიას მუხლი დაჰკრა, ჭროღა თვალები ჩიანათა და უეცრად ენის კლიტემდე გაღებული ხახით მიაკივლა. ბებია, ბებია. ეს იყო შეძახილი საკვირველი მიმართვა. პლატონმა და ყველამ ნათლად დაინახეს კალმახით გამაძღარი მოხუცის ენა, თევზის ნალექითა და თეთრი ყლარტით დაფარული. გაზნექილი ენა ისეედო ოტიას ხახაში და ისი აცახცახებდა, თითქო ბულბული უსტვენსო, ხოლო თვალები ნეტარებისაგან გაენაბა. ყავარივით გათხელებული და კაფანდარა კაცი კოწია ჩხეიძე მოინუსხა, დაიგრიხა, დაიმანჭა, წარბები ეშმაკივით აძგიბა. ერთგული ძაღლივით მიეტმასნა ოტიას და ახლა ორივემ ხმადაბლა ღიღინი დაიწყო.
ჩარირამა თავი თავზე მიედოთ მათ იონას და წულუკიძის ბანი მისდევდა ყველა თქმას ოტია და კოწია თავისებური მეტყველებით ასრულებდნენ სახის განსაკუთრებული იერით ამბობდნენ რომელშიაც ოხუნჯობა დაცინვა ისმოდა 80 წლის ბებია რადარ გათხოვდებია დაცინვა ძლიერდებოდა ჩიხტიკოპი დაიხურე შენაც დაგშვენდებია ოტიას და კოწია ჩხეიძის სიმღერის დროს ღიმილი არ მოშორებიათ მაგრამ მალე სერიოზულობაც დაეტყოთ სახეზე თითქოს მომღერალნი დარწმუნდნენ ჩიხტიკოპით დამშვენებული ბებია მათ წინაშე დგასო და შემდეგი ფრაზა ჩარირამა ჩემო ბებია ოტიამ და კოწიამ მთელი ტანის რხევით წარმოსთქვეს წარბებაზი დულნი უცქეროდნენ ერთმანეთს მსახიობებივით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ოხუნჯობაში ბებიას ფერუმარილის წასმას და გათხოვებას ურჩევდნენ ახლა ოტიამ ამოიკვნესა ჩემო მკვლელო ჩემო მწველო ჩემო ახლო მეზობელო მერმე თვალები ღიმილით განაბა სამი თითი პირჯვრის წერის დროს რომ იციან ისე შეაკავშირა ტუჩებთან საკოცნელად მიიტანა თითქოს არ ჰქონდა გზა ხსნილი 80 წლის ბებიის სიყვარულით დამწვარ დადაგულს და უფრო ისევ ამოიოხრა უი შენ რომ ცეცხლი წამიკიდე სიმღერა დასრულდა ოტიამ გადაიხარხარა ასეთი არტისტული შესრულება ამ საოხუნჯო ხალხური სიმღერისა არასოდეს არ გაუგონია პლატონს ჯერ კიდევ დიდებულად რეკავს თქვენი პირველი ბატონო ოტია უთხრა მან ლომი ხარ ოტია ბებერი ლომი შესძახა ისევ დათაყიფიანმა რამ დაბაბერა ყმაწვილო გული მე არ მტკივა და ღვიძლი კუჭი სადმაბია კი არ ვიცი მე მგონია აგერ მაქვს მიუგო ოტიამ და მუშტი მხარზე დაიკრა ჩაიხითხითა თქვენ ოღონდ ამ ცოლიკაურის ღვინოს და ხანისწყალის კალმახს ნუ მომაკლებთ და იმისთანა პირველს ვიტყვი ყმაწვილო რომ შენგან მოწონებულს სულ ნემსის ყურში გავაძვრენ იმე ასე თუ გასვეს და გაჭამეს კი გააძვრენ შენ ნუ მომიკვდები შენიშნა ჩხეიძემ ამ დროს ნინოს უცნაური რამ მოეჩვენა თითქოს მიწიდან რაღაც ქმნილებანი ამოვიდნენო სახე არ უჩანდათ და ღამეში მარტო ამ ქმნილებების თვალები განათებდნენ ნაკვერცხალივით გრძელი ხელები სუფრისაკენ წამოემართნენ ამას ყიჟინა მოჰყვა არ გაინძრეთ ხელები მაღლა ოტიას ეზოს ირგვლივ შაშხანებმა დაიგრიალა ნინოს გული შეუღონდა კორნელიმ ხელისტაცა და ფერდზე მიიწვინა ყველამ ასწია ხელები ქალებმა იკივლეს დათაყიფიანმა ნაგანი ამოიღო მის წინ მდგარი შაშხანა მომართული კაცისათვის უნდა ესროლა მაგრამ ბეგლარმა შესძახა არ ესროლო მაშინვე ორი კაცი ეცა ყიფიან ზურგიდან მათ ხელად ჩაბღუჯეს შეკრეს და ნაგანი ააცალეს ახლა მთელი ეზო აივსო შეიარაღებული ხალხით ბაბო ვეფხვივით გაიჭრა წრე გაარღვია და ძმას ხელგაშლილი გადაეფარა უკან არ გაბედოთ თქვენ წამხდრებო დასჭექა ვაშკაცურად გლეხებმა იარაღი აყარეს ჩხეიძეს წულუკიძეს და ოტიასაც ბაბა მირ თუ ესმიტი ამიზამ კლავ უთხრა მომხთურებს თავზარ დაცემულმა და გაოგნებულმა ოტიამ ბაბომ ძმას ქარქაშიდან ხანჯალი ამოაძრო აღმართა და კვლავ ვაშკაცური ხმითა და
თვალების ბრიალი დაიძახა, ღრმომეკაროთ. შაშხანიანებმა უკან დაიხიეს. ერთმა ყაბალა ხახვეულმა მომხთურთაგანმა დაიძახა. ნუ გეშინიათ, არავის არ მოვკლავთ. ჩვენ ყაჩაღები არა ვართ. ქალებსა და ბავშვებს არ ვერჩით. ძმას აფარებულ ბაბოს ბეგლარმა უთხრა. დაწყნარდი ქალბატონო, მომეცი ხანჯალი. ბაბომ ხანჯალი გაიქნია. ხელი არ ახლოთ ჩემ ძმას. ნაბიჯი არ გადმოდგათ, თორემ შუაზე გაგაპობთ. გლეხებმა მოულოდნელად სტაცეს ხელი მაჯაში, გადაუგრიხეს და ხანჯალი წაართვეს. მაშინ ბაბო სახლისაკენ გაიქცა. ოთახში შევარდა, კედელს ეცა, მაგრამ ზედ არც ერთი თოფი, ხმალი და ხანჯალი აღარ ეკიდა. ძმას მომიკლავენ, არ გავატან, იკივლა ბაბომ. ბეგლარმა ხელი მაგრად შემოხვია. თვალებში მუდარი ჩახედა, აღარ გაუშვა. ბაბომ შეწუხებული სახე მაღლა ასწია. მოურავს თავში სტაცა ხელი. გულმკერძზე მიიკრა და მტირალის ხმით უთხრა. ბეგლარ, არ გამოჩნდება შენი კაცობა. მიშველე, ძმას მომიკლავენ. ჭკუას დავკარგავ. მერმე ისევ ეზოში გავარდა. დაბალი და ჯმუხი კაცი იონას ეუბნებოდა. ჩვენ გლეხები ვართ. ჩვენ მუშებისა და გლეხების მტრებს ვებრძვით. დათაყიფიანის დაპატიმრება გვინდოდა. დაბალ კაცს წელზე ტყუებით სავსე ფალასკა ჰქონდა შემოკრული. მან იცნო იონა. ჩაბალახი მოიხადა. იონა მიცნო იგი და როდესაც გაიგო ოტიას სტუმრების დატუსაღება და წაყვანა გადაუწყვეტიათო, ჯმუხსა და შავწვერიან გლეხს ყოფილ ჯარისკაცს ერმილე ენდელაძე შეეხვეწა. ესტატე და პლატონი ჩემი სტუმრებია. არაფერ შვაში არიან, ხელი არ ახლოთ. მაგათ არ ვახლებთ ხელს, უთხრა ერმილემ. ვარდო მსველი ცხვირსახოცი მიადო ნინოს საფეთქელზე და ჩასჩურჩულა. ნუ გეშინია, ყიფიანს და მის ამხანაგებს იჭერენ. ჩვენ არავინ გვერჩის. ტერეზამაც გადაუსვა თავზე ხელი. დაწყნარდი გენაცვალე. ნინომ კორნელის თავი გაანება და დედას მიეყრდნო. მაშინ ჩაბალახ აფარებულმა ერთმა ჯარისკაცმა კორნელის ხელი შეახო და ჩუმად უთხრა. კორნელი, ვერ დაამშვიდე თავადის ქალი. კორნელის გაუკვირდა. საიდან იცის ჩემი სახელიო? თითქო ნაცნობი იყო მისი ხმა. ფეხზე წამოდგა და ჰკითხა. ვინ ახარ? ჯარისკაცმა ხელით ანიშნა. ნუ მეკითხებიო. ღამის 2 საათი იქნებოდა. კარის მერეთის მხრიდან საშინელი სროლა მოისმა. ისეთი განუწყვეტელი და ხშირი, თითქოს ფრონტია და მთელი დივიზია ისვრისო. ყიფიანი გაფითრდა. ტანთ გააჟრჟოლა, იფიქრა, ჩემს რაზმს ებრძვიანო. ერთბაშად გამოფხიზლდა. მიხვდა შეცდომას. თავისი რაზმი რომ მიატოვა კარის მერეთში და ზედაზენში ამოვიდა საქეიფოდ. წერეთლის და ფოფხაზის სახე თვალწინ დაუდგა. ვინ გაიმარჯვებს? ჩემი რაზმი თუ გლეხები? ღმერთო, ღმერთო, ჩვენებს გაუმარჯვე, ამბობდა გულში. სროლა გაძლიერდა. ჯარისკაცებმა ყიფიანს, მხეიძეს, წერეთელს წრე შემოარტყეს და ჭიშკრისაკენ წაიყვანეს. უკან კივილით ბაბო მისდევდა. ესტატე და პლატონი ყობესთან იდგნენ და ჭობდნენ. ტერეზას მოჯამაგირემ, დომენტი ხვედელიძემ, რკინის კოლოფი მომპასიე გახსნა. გაზეთის ქაღალდში თუთუნი აუღელვებლად გაახვია და ჩაფიქრებული სახით განუცხადა იონას და კორნელის. სულ ყველანი ვიცანი, შორებელი არავინ ყოფილა. ვინ იყვნენ? ჰკითხა იონამ. ტურაშვილები, გელაშვილები და აბესაძეები.
კორნელის მყისვე მოაგონდა უცნობის ხმა და ახლა კი მიხვდა უცნობი რომ გალაქტიონ გელაშვილი იყო. ოტიას მოჯამაგირეები სალომე, ეპრაქსია, დათუა და ერმილე სახლის უკანა აივნის ქვეშ ატუზულიყვნენ და სუფრასთან მჯდომ და გაშეშებულ ოტიას მისჩერებოდნენ. სალომემ დათუას კითხა: ასე როგორ მოგვეპარნენ? ერთიც რომ არ დაიყეფეს ძაღლებმა. იქნებ დაიყეფეს, მაგრამ ბაბოს დაირადა ოტიას ჩარირამა, შენ გაგაგონინებ და მიუგო ერმილემ. ბიჭო, ერმილია, სად დაიკარგა ჩვენი ძაღლები? ჰკითხა სალომემ და სამზადისკენ წავიდა. ხმამაღლა დაიძახა: ბროლია, ბროლია, კვესია! სამზადის უკან ბეღლიდან წყმუტუნი და უილაჯო ყეფა შემოესმა. ჭრაქი წაიღო, ბეღლის კარი გააღო და იყვირა. ბროლია ძლივს იდგა ფეხზე, ბარბაცებდა. მკვდარი კესია, გელია, ბუკია და ტურია ერთმანეთზე მიგდებულიყვნენ და ენა გადმოგდებული ხახიდან ქაფის დიოდათ. მოწამლულია, თქვა ეპრაქსიამ. დედა, ვინ მოწამლა ნეტავი? გაუკვირდა სალომეს და ერმილეს გადახედა. მე რა ვიცი, წაიდუდუნა ბიჭმა. ძნელი მისახვედრი არ იყო. ძაღლების მოწამვლაში უთუოდ ოტიას მოჯამაგირის ხელი ერია. გლეხები სათიფში ისე უნდა გადასულიყვნენ და მუცელზე ხოხვით მოჰპარვოდნენ სუფრას, რომ არც ერთ ქრისტიან კაცს და სულდგმულს არ უნდა გაეგო. სუფრა ცარიელი იყო. სკამები ყირაზე იდგა და ეყარა. მხოლოდ ქალები და ოტია ისხდნენ ისევ სუფრასთან. ტერეზა და ვარდო ნინოს ამშვიდებდნენ. ტერეზას წინ გაშტერებული, ღვინითა და შიშით გალენჩებული ოტია იჯდა. უაზრო თვალებით მისჩერებოდა თავის დას, ტერეზას და გაოცებული ხმით ერთსა და იმავეს გაიძახოდა. რა ამბავია, დიდება შენ სახელს ღმერთო, რა ამბავია? კარის მერეთიდან კვლავ თოფის სროლის ხმა ისმოდა. ცოტა ხნის შემდეგ ოტიას ეზო მეზობლებით გაივსო. მთელი სოფელი შეგროვდა. ოტია ადგილიდან არ იძროდა. უაზრო თვალები ისევ გაშტერებოდა. დამბლა დაცემულივით ძლივს აბრუნებდა ენას და ისევ ერთსა და იმავეს ეკითხებოდა თავშეყრილ ხალხს. რა ამბავია, დიდება შენ სახელს ღმერთო, რა ამბავია? ტერეზამ ვერ მოითმინა და გაბრაზებით მიუგო. ვერ ხედავ რა ამბავია შეკაცო, რა ამბავია და ქვეყანა გადატრიალდა.